როგორ ვითარდება ეს ბაზარი გლობალურად და რა პოტენციალი აქვს საქართველოში? საუბარს ვიწყებთ ამერიკის შეერთებული შტატებით, სადაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნი დასრულდა. ერთი შეხედვით მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესებია, თუმცა ისინი ხშირად აისახება გლობალური ბაზრების განწყობებზე. გავლენას ახდენს ინვესტორთა მოლოდინებზე, ვალუტის კურსებსა და კაპიტალის მოძრაობაზე. როგორ რეაგირებს გლობალური თუ ადგილობრივი ბაზარი ამ სახის გადაწყვეტილებაზე? ჩვენი სტუმარი TBC კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევის უფროსი რატი კალანდარიშვილია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაქცევაში სტუმრობისთვის. საკმაოდ ხანგრძლივი შატდაუნი გამოვიდა 42 დღე პრაქტიკულად და ამან ძალიან სერიოზული გავლენა იქონია თავად შიდა ეკონომიკაზე. მათ შორის სამუშაო ადგილების შემცირების ნაწილზე, ხელფასებზე და შემდგომ. თუმცა ჩვენი საუბრის თემა არის ზოგადად ამ ტიპის ქმედებების, ამ ტიპის პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა გლობალურ ეკონომიკაზე და მერე უკვე მთლიანობაში ეს გადაცემა როგორ ხდება მათ შორის რეგიონზე. რა გავლენა ჰქონდა ამ შატდაუნს დაუშვათ გლობალურ ბაზრებზე? დიახ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. როგორც აღნიშნეთ, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ეს არ ყოფილა პირველი ასეთი მოვლენა, როგორც იცით, მაგალითად დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროსაც 35 დღიანი შატდაუნი იყო. ყველაზე ხანგრძლივი, სწორედ ასეთი ფორმულირებით. დიახ, ყველაზე ხანგრძლივი იყო ნამდვილად, თუმცა ეს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, შესაბამისად პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზრისთვის, ფინანსური ბაზრებისთვის, გლობალური ფინანსური ბაზრებისთვის ეს არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული მოულოდნელობა. რო შევაფასოთ აი 1 ოქტომბრიდან, როდესაც ეს მოხდა, ფინანსური ბაზრები, მოკლედ პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში ნეგატიურად მოძრაობდნენ, მაგალითისთვის შეგვიძლია S&P 500, რომელიც ASX-ის ყველაზე დიდი 500 კომპანიის საჯარო ინდექსი არის, პირველ რამოდენიმე დღეში 3.5%-ით შემცირდა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ მოგვარების ნიშანი ჯერ არ იყო და S&P 500-მა ისტორიულ მაქსიმუმსაც კი მიაღწია ამ პერიოდში. ჯამურად რო შევაფასოთ ეს მოვლენა ფინანსური ბაზრებისთვის, რა თქმა უნდა, მერყეობის გამომწვევი იყო დღეები, როდესაც ბაზრები ეცემოდნენ ამ პერიოდში, იყო დღეები, როდესაც ბაზრები იზრდებოდნენ, როგორც გითხარით, ისტორიული მაქსიმუმიც კი დააფიქსირეს. თუმცა მნიშვნელოვანია იმასაც ხაზი გავუსვათ, რომ როგორც დაუწყეს ბაზრებისთვის სიახლე, ასე რომ ვთქვათ, არ ყოფილა. 1 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე, როდესაც უკვე რეალურად საბოლოოდ, ასე რომ ვთქვათ, მოგვარება თუ დავარქმევთ ამ ყველაფერს მოხდა, S&P 500-ის ცვლილება მხოლოდ 1% იყო. რაც ნიშნავს, რომ მოკლედ ბაზრებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, ტრენდის დასრულებამაც დაუშვათ რაღაც მკვეთრად დადებითად არ იმოქმედა. გეტყვით, დასრულებამ, ასე რომ ვთქვათ, სენტიმენტზე პოზიტიურად იმოქმედა, მაგალითად ამ კვირის ორშაბათს, როდესაც უკვე პირველი ნიშნები იყო იმის, რომ დასრულებისკენ მიდის ეს ყველაფერი. როცა სენატში პირველად დაუჭირეს მხარი რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას დემოკრატებმა. დიახ, 8 დემოკრატმა იმ დღეებში საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურებოდა ბაზარი, მაგალითად ორშაბათს, როდესაც პირველი სავაჭრო დღე იყო ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 1.5%-ით გაიზარდა S&P 500, როგორც ვახსენე, ბენჩმარკი არის ფინანსური ბაზრების, აქციების ბაზრის ერთ-ერთი საუკეთესო ბენჩმარკი არის. თუმცა, მაგალითად დღევანდელ დღეზეც რო ვისაუბროთ, ეს მაინც და მაინც არ ნიშნავს, რომ პირდაპირ აქციებზე უნდა კონდეს გავლენა, მაგალითისთვის ობლიგაციების ბაზარიც მნიშვნელოვანია, ხო, რომელიც ასევე არანაკლებ დიდი გლობალური აქტივების კლასი არის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც არის ეგრეთ წოდებული შატდაუნი, ზოგიერთი სააგენტო, სტატისტიკური სააგენტო არ მუშაობს, ხო? და მაგალითისთვის ინფლაციის მონაცემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის გატარებისთვის, არასრულყოფილად მიეწოდებოდა ბაზარს და მათ შორის ამერიკის ფედერალურ რეზერვს. შესაბამისად, როგორც იცით, 2025 წელს დარჩენილია 1% გადაწყვეტილება 10 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის და ბაზრებისგან მნიშვნელოვანი მოლოდინი იყო, რომ კიდევ ერთხელ, როგორც 29 ოქტომბერს და სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის 0.25% შემცირება მოახდენენ, ამასაც მოახდენენ. თუმცა ამ ფენომენს, როდესაც არასაკმარისი მონაცემები აქვთ მათ, ეგრეთ ინგლისურად data fog, ანუ მონაცემთა ბურუსი, ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ, ეწოდება, რამაც რის გამოც ამის ალბათობა, რომ საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებენ, თითქმის 80%-დან შემცირდა 55%-მდე, რაც ფაქტობრივად მიუთითებს იმას, რომ როგორ აისახება
ეხება აი ეს მოლოდინი და მათ შორის ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერალური სარეზერვო სისტემა მთლიანად გლობალურ ეკონომიკაზე და მოლოდინები როგორია ამ ნაწილზე მით უმეტეს რომ არ არის აპროცენტო განაკვეთის ასეთი შემცირების მოლოდინი. დიახ, როგორც დასაწყისში ვახსენე, ამას რაღაცა ტენდენციების ცვლილება არ გამოუწვია. რა თქმა უნდა, შატდაუნი არის მოვლენა, როდესაც დასაქმების ბაზარი შედარებით სუსტდება, ვიღაცები ხელფას არიღებენ, ვიღაცებს საერთოდ სამსახურსაც კარგავენ და ეს რა თქმა უნდა ფედერალური რეზერვისთვის არის ხოლმე ბიძგი იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქოს, იმიტომ რომ რაღაცა ეკონომიკური ზრდის შენელების ტემპი, ასე რომ ვთქვათ, აკონტროლოს, ხო? თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პერიოდში, სადაც მიზნობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ არ არის მიღწეული და ამას სხვადასხვა ფაქტორმა შეუწყო, ხო? ხელი ეს იქნებოდა სავაჭრო დაპირისპირებები, სხვადასხვა ტარიფები, თუ სხვა. შესაბამისად, ასე რომ ვთქვათ, ორმხრივი წნეხის ქვეშ არის ფედერალური რეზერვი და როგორც ყოველთვის მისი თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს ხოლმე, რომ ისინი გადაწყვეტილებას იღებენ მონაცემებზე დაყრდნობით. და ეს პერიოდი რადგან მათ არასრული მონაცემები ჰქონდათ, შეიძლება სწორედ ამიტომ თავი შევიკავონ, თორე მომავალი წლის განმავლობაში მოკლედ მნიშვნელოვანი ტენდენციები შეცვლილი არ არის. საპროცენტო განაკვეთები დეკემბერში თუ არა, უკვე პირველ კვარტალში მაინც განაგრძობს შემცირებას. ყველა მოლოდინი მოკლედ საერთაშორისო ბანკების ასეთია. გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობები რჩება კვლავ, თუ დაუშვათ ეს ვითარება თანდათან მეტნაკლები სიცხადით ხასიათდება უკვე და მეტნაკლებად მათ შორის ინვესტორებს სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, ანუ ინვესტირების გაგრძელება. აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ ბევრი მიმართულებით სიცხადე ჯერ კიდევ არ არის, მათ შორის ეს შეიძლება ისევ ტარიფებს დაუბრუნდეთ, სხვადასხვა ქვეყნებთან მიიღწა შეთანხმებები, სხვადასხვა ქვეყნებთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებები იწარმოება. რა თქმა უნდა, სიცხადის სიმცირე ჯერ კიდევ არის და ამას რა თქმა უნდა ნამდვილად ვერ უარყოფ. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ინვესტორებმა ამასთან ერთად ცხოვრება ისწავლეს, ესე რომ დავაფორმულიროთ, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად აპრილში, როდესაც ძალიან დიდი მერყეობა იყო როგორც აქციების ბაზარზე, ასევე ობლიგაციების ბაზარზე. ამის შემდეგ მაინც ძალიან პოზიტიური შედეგები აჩვენეს ორივე აქტივის კლასმა. შემოსავლიანობის მრუც რო შევხედოთ, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის მრუც ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებული inverted ინგლისურად, ანუ ჩაზნექილია, თუმცა ნორმალიზაციის გზას ადგას და ნორმალიზაციას როდესაც ადგას შემოსავლიანობის მრუდი, ეს ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის მიმართ შედარებით უფრო მეტი სიცხადეა ვიდრე ეს მანამდე იყო. და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და გავლენა მათ შორის ჩვენს რეგიონზეც, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ინტერესს იწვევს. დიახ, გავლენას რაც შეეხება, როგორც ვახსენე, ეს უფრო აშშ-ის ადგილობრივ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. აშშ, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკაა და ეგრეთ წოდებული spillover-ის, ანუ სხვა ქვეყნებზე გადადინების ეფექტი, რა თქმა უნდა, აქვს ხოლმე, თუმცა როგორც გითხარით, ამას მნიშვნელოვანი რაღაცა ცვლილებები არ გამოუწვევია ეკონომიკის ჭრილში, რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, მეოთხე კვარტლის ზრდას ოდნავ შეანელებს, ოდნავ გააუარეს მოლოდინი, თუმცა არა იმდენად, რომ ინფლაციაზე როგორ აისახება, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ხშირად აქვს ხოლმე დაყრდნობა გლობალურად გაზრდილ ინფლაციაზე და ამას ხშირად იშველიებენ ხოლმე მათ შორის საქართველოში საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რაც შეეხება ინფლაციას, ზოგადად, როდესაც დასაქმების ბაზარი შედარებით სუსტია, ინფლაციას უფრო, ასე ვთქვათ, უკან იხევს ხოლმე, თუმცა როგორც ვახსენე, მიზნობრივი ინფლაცია აშშ-ში 2%-ია და უკანასკნელი მონაცემებით 3%-ზე არის რეალური მონაცემი, შესაბამისად ის, რომ მაგალითად ეს რაღაცა 2%-მდე ჩამოიყვანს ინფლაციას, არა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, და კიდევ ერთი თემა, რომელსაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ინტერესს ელოდება ხოლმე მაყურებელი, ეს არის ოქროსა და ნავთობის ფასები. რა სურათი გვაქვს ამ ნაწილში და დაუშვათ ამ მიმართულებით როგორი ტენდენცია ან რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს, როდესაც წელი სრულდება, ყოველთვის გლობალური ეკონომიკის რამდენი მიმართულების შეფასება ხდება ხოლმე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მახულდება, რა თქმა უნდა, ბირჟებზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, თუმცა ყოველთვის საინტერესო მაგალითად ნავთობის და ოქროს ფასებზე არსებული სურათი როგორია. კი ბატონო, ნავთობს რაც შეეხება სტაბილური იყო ბოლო პერიოდში $70 ერთი ბარელის ფასი აი ამ დიაპაზონში მერყეობდა და სხვადასხვა გლობალური ბანკების, მაგალითად როგორც არის JP Morgan, Goldman Sachs-ი, მათ პროგნოზებს რო შევხედოთ, განსაკუთრებულ მერყეობას ამ აქტივის კლასში არ ელოდებიან. რაც შეეხება ოქროს, ოქრო უფრო საინტერესო აქტივია ჩემი აზრით ამ სიტუაციაში, ზოგადად ოქრო
არაპროგნოზირებადი გარემოს კარგი დამზღვევი არის ხოლმე. მაგალითისთვის, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ინვესტორის რადარზე ოქრო როგორც მნიშვნელოვანი აქტივის კლასი დაბრუნდა და სწორედ ამიტომ იყო რომ მისი ფასი ძალიან ისტორიულ რეკორდებს ხსნიდა თვეში ერთხელ და კვარტალში ერთხელ, ხომ? ბოლო პერიოდში პატარა ეგრეთ წოდებული კორექციაც განიცადა, ოდნავ დავარდნილი იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ფუნდამენტური ფაქტორების გამო, იმის გამო რომ დიდი მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან, ასევე გლობალურად ცენტრალური ბანკების მხრიდან, ოქროს ფასი ისევ გაიზარდა ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით $4,200 ფარგლებში მერყეობს ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში და შესაბამისად ერთ უნციაზე რა თქმა უნდა და შესაბამისად ისევ JP Morgan-ის და Goldman Sachs-ის მოლოდინებს რო დაუბრუნდეთ, მათაც საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები აქვთ ამ მიმართულებად. რა შეეხება ნავთობს? ნავთობის მიმართ, როგორც ვახსენეთ, განსაკუთრებულ მერყეობას არ ელოდებიან ძალიან ახლოს არის მათი პროგნოზები დღევანდელ ნავთობის ფასზე. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს აი ამ რეალობის გათვალისწინებით ინვესტორებისთვის რომელი მიმართულება რჩება კვლავაც საინტერესოდ, აქტუალურად და აი ამ კუთხით რა ტენდენციებს უნდა ვალოდოთ წლის ბოლოსთვის? დიახ, კარგი კითხვაა. ინვესტორებისთვის ძალიან ბევრი რამე აქვთ, მათ ასე რომ ვთქვათ, გასააზრებელი და დასაფიქრებელი ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის მოხდენილი ფაქტობრივად რევოლუცია, რაც ნიშნავს, რომ უზარმაზარი ახალი ინვესტიციები ხორციელდება როგორც ნახევარგამტარების, ასევე მონაცემთა ცენტრების ინდუსტრიებში გლობალურად და ეს ზრდის ერთ-ერთი ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი მამოძრავებელია, ხო? თუმცა რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად იმ ზრდები, რაც ვნახეთ მაგალითად ისევ აქციების ბაზარზე, ამ ყველაფერს მოსდევს ის არაპროგნოზირებადობის რისკები და შესაბამისად ალბათ ვიტყოდი, რომ დღესდღეობით ისევ საინვესტიციო პორტფელიოზე თუ საუბრობთ, დივერსიფიცირება და ისეთი აქტივების პორტფელიოში ქონა, როგორც არის მაგალითად ოქრო, საკმაოდ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ისეთი დიდი აქტივების მმართველებს, რაღაც ცნობილ პორტფელიოს მმართველებს გლობალურს თუ დავაკვირდებით, თითქმის ყველას სხვადასხვა დივერსიფიკატორი აქვს. და ის რომ დავუშვათ სავაჭრო ომი არ არის ისეთი აქტუალური დღეს, თუმცა ეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები კვლავ მიუხედავად მათ შორის არსებული მოლაპარაკების რეჟიმებისა, მაინც ისეთია საკმაოდ დაძაბულია. აი ამ პროცესების გათვალისწინებით ამის გავლენა როგორია გლობალურ ეკონომიკაზე და შესაბამისად მე უკვე თან როგორ მიყვება დანარჩენი მსოფლიო? რთული სათქმელია, თუმცა როგორც ახსენეთ, საკმაოდ იმაზე ბევრად უფრო დამთბარია სიტუაცია, ვიდრე ეს მაგალითად აპრილში იყო, ხომ? მაშინ ძალიან ასე ვთქვათ, მწვავე სავაჭრო კონფლიქტთან მქონდა საქმე. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ იმასაც, რომ ის ფუნდამენტური ფაქტორები, რაზეც საუბრობდნენ მათ შორის ერთი და მეორე ქვეყნის ლიდერები, ისევ ადგილზეა, ხო? შესაბამისად, შემდეგი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ნებისმიერი ინვესტიციისთვის ეს თემა. თუმცა ამ გადმოსახედიდან მოკლედ როგორც ვახსენე ბაზარმა ისწავლა ამ მოვლენასთან ერთად ცხოვრება და არაერთხელ დააფიქსირა ისტორიული მაქსიმუმი, მაგალითად იგივე S&P 500-მა შესაბამისად. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რატი კალანდარიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.